გირჩი თავისი შინაარსით დიდწილად არის საგანმანათლებლო პროექტი. ის იდეები, რომელსაც ჩვენ ვიძახით, მაგ იდეების თქვენი ტვინებიდან ამოსარეცხად, მაგ იდეების დასავიწყებლად, მათ შორის ისტორიული მეხსიერების დასავიწყებლად. ძალიან დიდი ხანი იმუშავა საბჭოთა კავშირმა. დღეს ჩვენ რო წარმოგვიდგენია, რომ მთავრობა უნდა იყოს მამა მარჩენალი, მან უნდა განგვისაზღვროს, როგორ ვიცხოვროთ, რა ვაკეთოთ, დაგვეხმაროს, როცა გვიჭირს განსაზღვროს რა უნდა ვაწარმოოთ, რამდენი უნდა ვაწარმოოთ, რომელ სფეროში ფული ჩავდოთ. აი ეგ ყველაფერი სისულელე იდეები არის სწორედ კომუნისტური საბჭოთა იდეები, რომლებიც ევროპაში სხვა ფორმით შეიჭრა, ამერიკაშიც შეიჭრა. ყველგან არის მოდებული ვირუსივით და ადამიანებს ტვინებს ურევს. და მაგის სანაცვლოდ ისაც სწორია აი წარმოიდგინეთ ვიღაც რო გეუბნებათ დედამიწა ბრტყელია და ამის რაღაც არგუმენტები რომ მოყავდეს აი ფანჯრიდან რომ გაიხადა ხო სწორად ჩანს და რაღაც ეგეთებს რო გეუბნებათ თქვენც რო უჯერებდეთ და მასე რო ცხოვრობდეთ სამი თაობა და მე ვიცნობ ვიღაც რომ მოვიდეს და გითხრათ რომ დედამიწა ბრტყელი არ არის მრგვალია ის გარშემო ტრიალებს და ხო გიჟად ჩათვლით რა რაღაც არგუმენტებს გეტყვით ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს ვიღაცამ არა მაგრამ უმეტესობა თქვენგანი რომელსაც არ აქვს იმდენი დრო ენერგია ხანდახან ცოდნაც რომ თავისით რაღაცა გაარკვიოს ან სხვის ნათქვამში ლოგიკა დაინახოს უმეტესობა თქვენგანი ისე დარჩება ძველ რწმენაზე რომ დედამიწა ბრტყელია ზუსტად ასეთ არის ესეა სახელმწიფოს მიმართ თქვენი ნდობა და ის რომ სახელმწიფო უნდა წყვეტდეს სახელმწიფო ძალიან მნიშვნელოვანი რამეა და ის უნდა წყვეტდეს ბევრ რამეს თქვენ ცხოვრებაში მთავრობა კობახიძე ანუ ადამიანებს ჭირათ რომ კობახიძე მის ცხოვრებაში რაღაცებში უნდა ერეოდეს მის ბავშვს როგორ განათლებას იღებს მაგას უნდა წყვეტდეს რა სჭამდნენ როგორ ჭამდნენ სად მუშაობდნენ როგორი გარემო იყო სამსახურში კონტრაქტი როგორ დადონ მოკლედ აი ყველაფერს კობახიძე რომ უნდა წყვეტდეს აი მაგის გჯერათ მაგის გამო იმის გამო თქვენ ასეთი ბრტყელი დედამიწის მთავრობის გჯერათ გირჩი ყოველთვის იყო უდიდესწილად საგანმანათლებლო პროექტი. ჩვენი აქტიურობის უდიდესი ნაწილი იყო ყოველდღიურ რაღაც ამბების გამოყენებით ახსნა სწორის და არასწორის მთავრობის როლის, რა არის მთავრობა, როგორ არის, რა არ არის. მე რო ასობით ვიდეო მაქვს ნათარგმნი და გახმოვანებული, ეგეც მაგის ნაწილი იყო. სანდრო ვახოიაგო წლების მანძილზე, გირჩის ოფისიდან დაწყებული ონლაინ დამთავრებული ლექციებს კითხულობდნენ, ეგეც მაგის ნაწილი იყო. ჩვენ რომ არ ვიცი რა მოძრაობასაც კი არ ვაკეთებთ და ჩვენი რაც კი გახსენდებათ რომ გაგვიკეთებია ყველაფერი შინაარსი უკანდევს რომ მაგის მაგალითზე რამე აგვეხსნა თქვენთვის ის პრინციპები აგვეხსნა რომელზეც უნდა იდგეს ზოგადად საზოგადოება და თუ იმ რაღაც ბაზისურ პრინციპებს ჩამოვაყალიბდებდით და თქვენ გაგაგებინებდით მე შეგვეძლო ამ ბაზისურ პრინციპებზე ლოგიკა აგვეშენებინა ორჯერ 2-4 თუ არ აგიხსნათ მათემატიკის მასწავლებელმა რაღაც მომენტში. თქვენ ალგებრას მაგალითად ვერ გაიგებთ, ტრიგონომეტრიას ვერ გაიგებთ, გეომეტრიას ვერ გაიგებთ, ხო და აი ეს ორჯერ 2-4-ია იყო ხოლმე ჩვენი მცდელობა იმის საჩვენებლად რომ ასე შენი სხეული შენ გეკუთვნის ადამიანი რო ხარ საკუთრება დაცული უნდა იყოს სამართალი ჩვენ შორის უნდა ირჩევდეს იმ ხალხის მიერ ვისაც ვენდობით და რაღაც ეგეთი აი უპრიმიტიულესი რა თავდაცვის უფლება რო ადამიანის უფლება და პოლიციელის სინამდვილეში მეხანძრეს რო გავს ხანძარი რო მოხდა მერე მოდის იარაღის ნებადართულობაზე რო ლაპარაკობთ ეგ იგივეა რომ ლაპარაკობდეთ ჩვენ სახლში ყველას უნდა ქონდეს უფლება ცეცხლმაქრი ქონდესო წარმოიდგინეთ ეგ იგივე ლოგიკა დევს რა თქვენ კიდე გამოდიხართ იძახთ როგორ შეიძლება ცეცხლმაქრები ქონდეს ხო შეიძლება ის თავში ჩავარტყათ ერთმანეთს ან სახანძრო ხო არსებობს რა თქინა სახლში ცეცხლმაქრი ბიჭო სახანძრო რომ მოვა ის ხანძარი მოხდენილია უკვე ხო და აი ეგეთი რაღაც პრინციპების ახსნას ვცდილობდით ხოლმე სულ ბედუქიძეს ხონდა ეგეთი პატარა მოთხრობა თუ გახსოვთ ჩეჩმიდან ამოსვლის შესახებ ადამიანი რო თბილად ისო ჩეჩმაშიო რა რაღაცნაირად და თუ ერთხელ ამოვიდაო მე ჩეჩმაში ხوار ჩაბრუნდებაო აი რაღაცნაირად ჩეჩმიდან ამოსვლის ამბავია მართლა თუ ერთხელ ამოხვალ ამ ჩეჩმიდან რა მე ხვდები რომ გარეთ შეიძლება ცუდი იყოს ეს იყოს მაგრამ იქ დაბრუნება არ გინდა აი რაღაცნაირად ეს აი ეს ცოდნაც იგივე ხო აი რაღაცას რო ისწავლი რა შეიძლება აი გაიგო მაგრამ რო იცოდეს ამორჩეულად ჩვენაც ვიცით ქართულ პოლიტიკაზე ხო არასდროს 4-5-25 46 არასდროს არ გააფერავდეთ სანამ არ იცის ბედნიერია რა ხო და შენ გონი ხარ უბედური კი ბატონო